გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჩო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა. მოგესალმები, მეტი мотиваციის მაყურებელს, დღეს არაორდინალური გადაცემა გელოდებათ, ჩვენი სტუმარი იქნება ასოცირებული ფსიქოლოგი ზურაბ ხეიძე. ჩვენ ძალიან დიდი სურვილი გქონდა ფსიქოლოგიური მიმართულებით ყოლოდა თქვენს რანგის დონის ფსიქოლოგი, რომელიც ძალიან ბევრ საინტერესო თემას ჩაშლიდა ჩვენთან ერთად და შესაბამისად ახალგაზრდებს უფრო მეტ სტიმულს და мотиваციას მისცემდა იმისთვის, რომ წარმატება და ის ნაბიჯები შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სწორი აზროვნებით და სწორი მიდგომებით. ჩვენ სხვადასხვა პირველი გადაცემა, რომელიც ესე ადრე დავიწყეთ. ძალიან ადრე ავდექით ყველა. დილიდან როგორ შეიძლება ადამიანი იყოს მოტივირებული ენერგიით სავსედ და რაც შეიძლება მაქსიმალურად მეტი мотиваციას აფრქოს. ეს როგორ იწყება, როგორ შეიძლება ამას მივახციოთ. დილას საღამოს, ერთად საღამოს საათები, ფსიქიკა გათამაშებულია, ასე ვთქვათ. მე გამოთქვამს არის ხო, დილას მიღებული გადაწყვეტილება გაცილებით სხვა არის ხოლმე, ვიდრე ღამე მიღებული გადაწყვეტილება. სერიოზული გადაწყვეტილება საღამოს არ უნდა მიიღო. უნდა დაელოდო დილას თუ იგივე გადაწყვეტილება დილას გექნება, რაც საღამოს მიიღე, ანუ დილა ამოწმებს, ასე ვთქვათ, თქვენ მართებულობას. რა мотиваციას მისცემდით ახალგაზრდებს და ადამიანებს, აი თუნდაც ახლა ვინც ჩვენს გადაცემას უყურებს, რომ ეს мотиваცია ყოველთვის მათში არსებობდეს და შესაბამისად мотиваცია ხო არ გჭირდება დროებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში გჭირდება. мотиваციაზე რო ლაპარაკობთ, არის დავარქვათ ესე გლობალური, ანუ გენერალური мотиваცია რამა. რას ვამბობ ახლა 10 სართულზე კიბეზე ასვლა შეიძლება სულ არ გეხალისებათ, მაგრამ იმის გამო, რადგანაც თქვენ იცით რა შედეგი უნდა დადგეს, ღირებულების გამო შეიძლება ძალიან ადვილად აირბინოთ. თქვენ თუ დაგიკარგოთ როდესმე мотиваცია? მე საერთოდ ფიქრობ, რომ თუ რამეს არ ვაკეთებ, ესე იგი არც ძალიან მინდა მეზარება და ვიგონებ რაღაცას, იმიტომ რომ ძალიან კარგად ვიცი, რომ როცა მე ძალიან რაღაცა მინდა, მას ვაკეთებ. ასე რომ მეართვლი რომ მქონდა და დამიკარგავს, არ მქონია. პირველი ცხოვრებაში არანაირი სურვილი არ მქონია და არც მიფიქრე რომ წარმატებული ვიყო. არასდროს. მსგავსი არაფერი არ ყოფილა. უბრალოდ მე ვაკეთებდი იმას, რაც სიამოვნებს, რაც მინდა რომ გავაკეთო. როცა რაღაცის გაყიდვა მინდა, მთავარია ის დაუკავშირო წარმატებას. მაგალითად მე რო ვამბობ, რომ წარმატებულ ადამიანს აქვს iPhone 18, ეს ნახევარი მსოფლიო იქიდან გამომდინარე, რომ წარმატებული უნდა იყოს, ყიდულობს იმას. ასე რომ თუ მასმედიაზე ცოტა კონტროლი გაქვს და ერკვევი, ადამიანს აკეთებინებ, რასაც გინდა, უნდა დაუკავშირო წარმატებული სტატუსს. ეხლა წარმატების კრიტერიუმი არის ნახვების რაოდენობა. რაც უფრო პროვოკაციული გაქვს, მით უფრო მეტი ნახვა გაქვს. აქვე შემიძლია მოვიფიქრო, მე რო თქვა ერთ-ერთი უნიჭება და დღეს საღამოს, ხვალ საღამოსთვის ჩვენ მილიონი ნახვა გვაქვს. ნიჭიერებას ქვემოთ ჩამოვიდა უკვე საფეხურს. იმდენად ცხოვრება გახდა გაყიდვადი. ნახეთ, აი ბავშვებს ხვდები ხოლმე რა, ბავშვები, მართლა ბავშვებს 12-14 წლის და ვაკითხებ, რო გაიზრდები, როგორი გინდა იყო და მე რამდენად დამისვას ეს კითხვა. ერთს არ უთქვას პასუხად, რომ ჭკვია, ან გონია. ყველა ამბობს, რომ უნდა იყოს წარმატება. ანუ გამოტოვებულია გონიერება. ერთი წელი რო გავიდა და ისეთი ხართ, არაფერი მოგმატებია თავში, იმაზე პანიკა არა გაქვს. ერთი კვირა რო გავიდა და მივხვდი, რომ აი ერთი კვირას როგორც იყავი, ისეთი ხარ, მე ვცმო, რომ არაფერი არ შეგიძენია. მაშინ რატო არ გეწყება ეს, ასე ვთქვათ, ნერვიულობა, რომ კი, მაგრამ ერთი კვირა ყველა ამერტმა ყველა გაიარა. ხო მე მოგ სხვათა შორის მე პოეზიაში ვარ და ძალიან ერთი ჩემი ერთ-ერთი კრებულია ჩემ ლექსების, რომელშიც ვამბობ, რომ ადამიანის ცხოვრება ერთი უბრალო ფილმია, არავინ იცის ეს როლი, ზოგჯერ რამხელა ტვირთია. ზუსტად ესეა, მე ესე წარმომედგენია ადამიანის ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება, რომ არის ერთი უბრალო ფილმი, რომელიც შეუძლია თვითონ შექმნა სცენარის და იყოს ავტორიც, რეჟისორიც და ძალიან ბევრი რამის ცვლილება შეუძლია, თუ საჭირო იქნება ნებისმიერ სცენარის შეუძლია დააკუთოს, გადააკუთოს ახალი სცენარის შექმნას, იმიტომ რომ ადამიანს რაღაც დრო აქვს ხო ცხოვრებაში ჩართული და ეს დრო უნდა მაქსიმალურად ეცადოს, რომ ეფექტური და საინტერესო იყოს. კი ბატონო, ფილმში რა ჟანრები ციცით თქვენ? თქვენ იმ ჟანრებს ცხოვრებაში გაივლით, ყველას. ამიტომ ნახე საპანიკო არაფერი არ. შეყვარებული და დაშორება, მელოდრამა, დრამაც გექნებათ, მოგზაურობა და რაღაც თავგადასავალიც გექნებათ. კომედიაც გექნებათ. რაც არ უნდა მოინდომოთ, ტრაგედიაც გექნებათ. ბოლო-ბოლო რაღაც ადამიანი დაიღუპა. ამიტომ ნახე, ამ ჟანრებს ნახულ, მეცაც გეტყვით. ერთი ჟანრის ცხოვრება რო გქონდა, თქვენ მოგბეზდებათ. ყველა ადამიანი ეგოისტი, ყველა კაცი ერთნაირი, ან ყველა ქალი ერთნაირი.
ან ცხოვრებას აზრი არა. რა პრობლემაა, მაგრამ როგორც თქვენ თქვით, ის ქმნის ამით თავის ფილმს. სადაც მის მოგონებებში რა იქნება? არაფერი. ისე ადამიანმა თავის საკუთარი სცენარით შეუძლია ყოველთვის შეცვალოს, ამაზე ვთანხმდებით, თუმცა ამისთვის ჭირდება ხშირ შემთხვევაში სხვა ადამიანის ძალისხმევაც ხოლმე, რადგან თვითონ ვერ ახერხებენ ამას. კუნთებს უფრო მეტ ამოცანას უსვავენ. ნახეთ, თქვენ გინდათ კაიტანი გქონდეთ და ვარჯიშობთ, ვიდრე თავის საკუთარ ტვინს. თუ ჩემი შინაარსი ცვლის თქვენთან რაღაც განწყობებს, ემოციებს, გარედან შემოსული. იგივე კანონზომიერებებია ზუსტად საკუთარ თავთან ურთიერთობისას. თქვენი ფიქრები არის თქვენი განწყობები. და ფიქრის შეცვლა რა შეგიძლია? მე შემიძლია გავიფიქრო ესეც და ესეც, თუ გინდათ ივარჯიშებთ, აგერ კოლეგაზე ჯერ ის გაიფიქრეთ, მე ეს გაიფიქრე. რა პრობლემა? გადავეკიდე ერთი პერიოდი მართლა იმას სიტყვა მაგრამს, რომელიც აუქმებს წინა ნაწილს, ხო? აგეუბნე თქვენ ძალიან კაი ადამიანი ხარ, ძალიან მშვენი, მაგრამ ნიშნავს რომ უკვე მოვჭერი. შენ როგორ დათანხმება ვიცით ქართულმა ხო, მაგრამ ანუ ხო, უკვე მოვჭერი, მაგრამ ის მერე უკვე ხო აღარ არის, ხო? ასე რომ თქვენი ფიქრები განსაზღვრავს თქვენ ცხოვრებას. როგორ ვიფიქრო ის რაც მე მინდა ვიფიქრო, კითხო უცნაურად არ გეჩვენებათ. როგორ ვიფიქრო ის რაც მე მინდა ვიფიქრო. ახლა ეგ კითხე. დიახ. რაც კიდე ვიფიქრეთ თქვენი ფიქრები. როგორ გადავაქციოთ წარუმატებლობა, წარმატებად, ოღონდ ეს დარჩეს ეს კაპიტალი დარჩეს ისე რომ არ იყოს ტვირთი, აი. ნებისმიერი წარუმატებლობა არის საშუალება მე განვითარდე წარუმატებლობაში. ნახეთ როგორ არის ფსიქიკა მოწყობილი, კითხვა არის დაძაბულობა და პასუხი არის შვება. დაფიქრდეთ რა. სულელური კითხვაც რო გქონდეთ, მაგალითად, ხვალდილას რა შეიცვათ, თუ ეგ კითხვა გაქვთ, თქვენ ვერ დაიძინებთ. სანამ პასუხი არის. მე გასწავლთ როგორ უნდა ჩართო გონება და გამორთო. ახლა შეიძლება მკითხოთ გამორთვა რატო გინდა გონების? იმიტომ გინდა გამორთვა, რომ როცა მეძინება უნდა დავიძინო. და ნახეთ თქვენივე თავს აწყობთ ნებისმიერი პასუხი. თუ გინდათ გასწავლთ რა უნდა გააკეთოთ, რომ გამორთოთ, როცა კითხვა გაქვთ. ვთქვათ, ნუ აი რა ვიცი, რაღაც ეგეთი კითხვა, უბრალოდ უნდა თქვა, რომ მე ამას გადავწყვიტავ ხვალდილას 11-დან 12-მდე. ეგეც პასუხია. და დაგაძინებს. ძალიან საინტერესო პასუხია და ალბათ ძალიან ბევრი ადამიანიც ხვდება ხოლმე ჩვენს გარშემო, რომელი ადამიანებიც ძალიან ხშირ შემთხვევაში ამბობენ, რომ ამას ვერ შევძლებ, ამას ვერ გავაკეთებ. ეს მე არასოდეს გამომივა. ახლა რა არის, როდესაც რაღაცა არ გამომდის, ნახო კითხვას და ბეძებ პასუხს. როგორც კი მე პასუხს მივაგნებ, გუშინდელისგან განსხვავებით ერთი საფეხურად განვითარებული ვარ. იმიტომ რომ მე მეორე პასუხი იმაზე, რაც არ მქონდა დღეს. ჭადრაკს ეძახიან, რომ არა ემოციური თამაშია. როგორ ფიქრობთ ახლა? მაგარ პარტიას რომ მოიგებთ, ემოცია არ აქვს, მაგრამ ემოციას ღებულობთ აქედან. თქვენივე როგორ თქვა, გონიერებით. ეს იმდენად კაი ემოცია, აქ არც ლაიქების რაოდენობა გჭირდება, არც აპლოდისმენტები, როცა შენ იცი, ახლა რაც გააკეთე, ზუსტად ის გააკეთე და ის მიიღე, რაც შენ გინდოდა, არ გჭირდება ვიღაცის მაინც და მაინც, ასე თქვა. ახსოვთ გითხარით, რომ პასუხი გამორთვა. რაც უფრო მე რო არა მაქვს ვინმე სხვას ვაბრალებ, მე განუვითარებელი ვრჩი. რაღაცა არ გამომივიდა თქვენთან. ნუ რა ვიცი, საქმე მქონდა. მე დაგაბრალეთ თქვენ. თუ დაგაბრალეთ ჩემმა ტვინმა მიიღო პასუხი. შესაბამისად ის არ ფიქრობს რა უნდა გამეკეთები. და თუ რაღაც არ გამომივიდა თქვენთან და მე ვფიქრობ, რომ რა შიშევცდი და რა უნდა გამეკეთებინა, მაშინ ტვინი მუშაობს. ამიტომ ადამიანი რომელიც ბევრ რაღაცას და მე საერთოდ მომხრევ არავის არაფერი არ დააბრალოს. აბრალებს გარეთ დედას, მამას, მეგობარს, თავის უფროს, თავის თანამშრომელს, რა ვიცი, ქვეყანას, პარტიას, რაღაცას დაბრალება არის პასუხი, ანუ ეს არის შეჩერება თქვენი ტვინის განვითარების. მე თავის დროზე პირველი, ესე ვთქვათ, დაკვირვება ამაზე, რომ რამდენად ფიქრი განსაზღვრავს რაღაცებს, მქონდა საკუთარ თავზე ავარიაში მოვყევი 2007 წელს, ჩამეძინა საჭესთან. მაგრამ მე ვეხსენებდი, რის მერე მოხდა ეს, რა მოხდა და ბათუმში მივიდიოდი და ქობულეთთან რომ მივედი, ნახეთ რა გავიფიქრე, ჩამოვედი მეთქი. მე ვფიქრობდი, რომ ახლოს ვარ. მაგრამ მე გამოვტოვე შუა ტექსტი. მე ესე კი არ თქვი, ცოტა დამრჩა. არა, ჩამოვედი, გავიფიქრეთ ჩამეცი. მე მივეცი არასწორი ინფორმაცია, ხო? მეორე ვარიანტი, მე ვფიქრობდი, აი, რა უნდა მომფიქრებინა ესეთი ყველას რაც გადახდენია თავს. თვალში რო გინდათ და რო ითმენთ, ვერა თხოვთ, რომ თვალთან ახლოს ვეღარ ითმენთ.
2-3 მეტრი რო რჩება. იმიტომ რომ თქვენ თავს უთხართ რომ უკვე მოხვედით. ახლა რატომ მოვიყვანე ეს მაგალითი? თქვენ თქვით რომ აი არ შემიძლია. არის ესეთი გამოთქმები არ შემიძლია, ესე რა, დაუფიქრებელი, მაგალითად რაღაც ყავას მიირთმევთ, არ შემიძლია. აი, კინოს წამოხვალ არ შემიძლია. თქვენ თავს აგონებთ სიტყვა არ შემიძლია, რომელიც დაკავშირებულია ნეგატივ უსუსურ ემოციებთან. დღეს 11 ჯერ თქვი ეგეთ სისულელების გამო არ შემიძლია, ანუ მე მივეცი ჩემ twins, ჩემი სისუსტის ნიშნი. ამიტომ მე აქციათ ყველა რომ არაცნობიერ დონეზე ნოაპროგრამებთ თავს, რომ თქვენ სუსტები ხართ. დღესდღეობით კიდევ ამ ურთიერთობებთან ერთად არის ძალიან ხშირი შემთხვევა პანიკური შიშების, რომელიც ზოგადად ადამიანებს ძალიან ეს სინდრომი, რომელიც ძალიან ცნობილია და როგორ შეიძლება ამას ადამიანები ებრძოლონ? ემოციას ნახეთ აქ ბიოქიმიური უზრუნველყოფა, ხო? ნახეთ, წეგან ვახსენე, კმაყოფილი ხართ, ბედნიერი ხართ, ენდორფინი, დოფამინი, მელატონინი და ასე შემდეგ. ეს იგი ნიშნავს, რომ თქვენ თუ ემოცია დაგეუფლათ, ემოცია ბიოქიმიური ცვლილება მომხდარია თქვენში, ხო? ახლა ნახეთ რა ხდება. განსხვავებით საბჭოთა პერიოდისაგან, დღესდღეობით, ახლა საჯარო ბიბლიოთეკაში ვიჯექი და იმასე პირველ კურსთან 17-18 სექტემბრიდან წიგნებს კითხულობ. იმიტომ რომ ისე ხო რა, ვერ იშოვებოდა, არ იშოვებოდა და ინფორმაციის მიმართ ხელმისაწვდომობა არის გაზრდილი. ეგ არის სერიოზული განსხვავება. არანაირი პრობლემა ის რაც მე უნდა მეძებნა მეთხოვა თქვენთვის, მაგრამ რაღაც ქსეროასლი გადამეღო იმ წიგნის და რაღაც ამის საჭიროება არ არის, იმიტომ რომ ინფორმაციაზე ხელი მიეწვდა. რა ნახეთ რა ხდება. აღარ სოციალური ქსელი, ტოტალური ნეგატიური ინფორმაცია. მართალია თქვენ არ გეხებათ, აი უშუალოდ თქვენ არ გეხებათ რაღაცის, მაგრამ ცუდ ხასიათზე ხო შეიძლება დავდგე ვიღაცამ მოკლა ან რაღაცა მოხდა. ცუდ ხასიათზე დავდექი, მაგრამ რადგან მე არ მეხება და მე სამსახურში უნდა წავიდე, შინაარსი მავიწყდება, მაგრამ ბიოქიმიური ცვლილება მომხდარა. ამიტომ თქვენ გაქვთ განცდა პანიკური შიშის წარმოდგენა, რა გაქვთ საიდან მოვიდა. როგორ შეიძლება ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ემოციების მართვა? დოჩანაშვილს აქვს ძალიან კაი ფრაზა რა. თუ გახსოვთ კაცს, რომელსაც ლიტერატურა უყვარდა, ესე უბრალოდ რომ ეს კინო რაღაც არ მომწონდოდეს, რესპექტაბელური ტიპი და ეს რაღაცა მოკეიფე ქართველი როგორ ასწავლეს და ჩხობს უწყებს რომ ისე შენ რა გესმისო კინოსიო და რატო გაბრაზდიო ესე უბრალოდ ეტყობაო შენ ცეჭვი გეპარებაო და რატომ ეპარება ეჭვიო სისულელს ამბობ არა სისულელე რომ მეთქვა არ გაბრაზდებოდიო მე რომ მეთქვა დუშეთის ფლოტი მსოფლიოში ყველაზე ძლიერია მეჩხუბებოდიო აი ძალიან კაი ფრაზა აბა წარმოიდგინე ახლა ვიღაცა გეუბნება დუშეთის ფლოტი მსოფლიოში და რა უნდა უთხრე ხა ზღუნო აი ნამდვილად არ მოგინდება ხო? ხო. դա სუბიექტური. არა, ნუ საიდან და დაიწყო ფლოტიდან, დუშეთიდან, ნუ აი რა არ მოგი. ამიტომ ნახე ეგ ვარიანტი. როცა ეს მექანიზმი რეაგირებების სწორია და საერთოდ თუ გინდა რომ ემოციების საკუთარ თეორიის ემოციები აკონტროლო, ჯერ მექანიზმი ჯობია ნახოს სხვისი ემოციები როგორ კონტროლდება. ადამიანს ზოგადად აქვს მოთხოვნილება ძალაუფლების. ეს არის ძალიან ჩუმი ძალაუფლება. შენ არ ხარ დირექტორი, შენ არ ხარ რაღაც პრემიერ-მინისტრი, არც პარტიის ლიდერი, არც ფრაქციის თავმჯდომარე, მაგრამ ემოციებს მართვა. და მექანიზმი გარეთ ემოციების მართვის და საკუთარ თათან მართვის იგივეა. თუ გარეთ შინაარსი განაპირობებს ემოციებს და შინაარსი არ არის მარტო ტექსტი, ქცევად შინაარსი, ახლა შიგნითაც ზუსტად იგივეა. ყველა ამბობს არგუმენტი არა. როგორ ვთქვათ, ყველასთვის ცნობილია და ნახე მე ვზივარ, არ არის ჩემთვის ცნობილი, ვფიქრობ, ეტყობა ყველასთვის როა ცნობილი, მცხვენია რომ ჩემთვის არ არის ცნობილი. თან ვფიქრობ რომ ცნობილი რო არ იყოს ეს ჩემ გვერდზე რო ჯდის ადამიანი ის ხო იტყოდა რომ არ არის ცნობილი, რადგან ესენი ჩუმად არიან, ესე იგი მარტო მე არ მცოდნია, ამიტომ მე გადავყლაპე ეს სისულელე. ოღონდ ჩემ გვერდზე ტიპი ზუსტად იგივეს ფიქრობდა, რასაც სადმე ვყავართ ამ ყველაფერს, ხელოვნური ინტელექტით თქვენი აზრით. ყველა რაც შეიქმნა, მე გამოყენებული იყო ცუდად, ხო? თვითმფრინავი არ მოუფიქრიათ ვიღაცის დასამბომბად. მართლა. არც ატომზე არ მუშაობდნენ, როგორც იარაღზე. და იყენებს ხო? ეს ხელოვნური ინტელექტი პროგრესს ნაყოფი, მაგრამ ნახე მოხმარება უნდა იცოდე. როცა ორი ნამდვილ ამბავს ვამბობ, შეყვარებული წყვილი ერთმანეთს წერილებს უწერს ხელოვნური ინტელექტის საშუალებით, თქვენ აზრი გესმით. ანუ სიყვარულს თელიაში ხაზე ხო შენ ადამიანი და ვალაპარაკებ ამას და თქვენ როგორც კი შენ ფუნქციას დააკარგვინებ აზროვნების პროცესს, იმიტომ რომ ყველაფერს ვიღაცა გეუბნება, შენგან არაფერი არ რჩება.
ზოგადად ადამიანების არსებობა და აზროვნება წლების განმავლობაში იყო იმისთვის, რომ ჩვენ თვითონ გვეფიქრა და ჩვენ თვითონ შეგვექმნათ ეს ცხოვრება და დღეს ძალიან გამარტივდა. აი თუნდაც სიყვარულის ახსნას დიდი გამბედაობა სჭირდებოდა და რა თქმა უნდა გულიდან წარმოსული ის ფრაზები, ის ლექსები, რომლებიც იწერებოდა წლების განმავლობაში და დოჩანაშვილიც ახსენეთ და არაერთი მწერალი. ანალოგია არ არის მეცნიერული მტკიცებულება, მაგრამ ძალიან საინტერესო. თუ ამ ანალოგიებს შეხედავთ ბუნებაში რაც არის და ბუნება იდეალურად აწყობილი სისტემა ლოგიკური, ამოცანა ცოცხალი ორგანიზმის არის ორი ცალი. დაკვირდით, აი ნებისმიერ ცოცხალი ორგანიზმს არის განვითარდი და გამრავლდი. რომელიმე ამოცანიდან გზის გადახვევას განადგურებს. ნუ არ განვითარდები თავში აგური მოხდება, არ გამრავლდები და შენი აჭირებს. ლოგიკა არის ეს. ყველაფერი რაც ამის საწინააღმდეგოდ გაკეთდება, ეს არის საკუთარი თავის მოსპობა, ან საკუთარი ხაზის გაქრობა. რეიტინგი არ არის მოგონილი ბუნებაში, ნახეთ, არ აქვს რეიტინგი. რეიტინგი მოიგონა ადამიანს. ბუნებას აქვს ბალანსი, შესაბამისობა, ჰარმონიული შეთავსებულობა. და თუ დააკვირდებით, ყველა ბუნებრივ მოვლენაში არის ბალანსი. ანუ შენ იყო კარგად და მაგრად, უნდა წახვიდე ბალანსისკენ და არა რადიკალიზაციას. მაგრამ ადამიანს რომ რეიტინგი არ მოეგონებინა წლების განმავლობაში, ჩვენ მივიღებდით ესეთ წარმატებულ ნაბიჯებს, რასაც სოფლიო წლების განმავლობაში დგავს, თუნდაც ნებისმიერ მიმართულებით. როგორ ვითარდება ყველაფერი? არ ვიცი ხა ეს კარგია, ცუდია, თუმცა რეიტინგებმა შექმნა ეს ყველაფერი. დღესდღეობით ნებისმიერ მიმართულებით რომ ავიღოთ. კონკურენცია ნახე რა არის. თქვათ მე შემიძლია 20 ცალი რაღაცა გავაკეთო, თქვენ 2. მე 20 არ გავაკეთებ, 3-ს გავაკეთე. მაინც გიგებ. ანარნი мотивация არ მაქვს მე ეს გავაკეთე. შემდეგი აი ეს მაგალითიც მოყავს ხოლმე. ბავშვს ეუბნება რომ ისა უნდა იბრძოლო ცხოვრება ბრძოლა, რა თუნდა ცხოვრებას ომის ტერმინებში გადატანა და ნახე რატო. იმიტომ თუ იმ ბავშვმა გაიგონო რომ იბრძოლო, ბრძოლის კარგი შედეგი რა არის მითხარი. ეხლა უყურე მე და თქვენ ვართ მეგობრები. მუშაობთ ერთად. განთავისუფლდა დირექტორის ადგილი. მე რა მასწავლეს? ცხოვრება ბრძოლაა, ხო? და შენ ჩემი მეგობარი გადამყევ ხარ მტრების კატეგორიაში. ეს 1 მინუსი. უზნეო ხდები უკვე. იმიტომ ეგრე გამზარდეს. ვიღაცას ეგონა რომ მაგარი ტიპი გამოვიდა. მეორე მე ვერ გავხდი დირექტორი რა მომდის? დავმარცხდი. ეს თვით შეფასებაზე დარტყმა, ხო? რა არის თქვენი სიყვარული პირველ რიგში და რითი იზომება ის? მე ვამბობ ხოლმე მაგ თემასთან დაკავშირებით რომ ცოდნა უნდა. და გიждებიან როგორ უნდა ცოდნა, იმიტომ რომ გააზრება უნდა, ეს ადამიანური გრძნობაა და არა ინსტინქტი. რაღაცებს ერევათ ხოლმე ტოლობაში. ტოლვა ძალიან კაი რო ახლავს სიყვარულს, მაგრამ ტოლვას ხარ რაღაცა ჩვეულებრივი მოთხოვნილებაა, როგორც ჭამეს. როგორ სიყვარული არის? როდესაც შენი გრძნობით კარგად გრძნობ თავს და რა ცოდა. და პლუს ის ვინც გიყვარს, იმას არ სურდა თავისუფლებაში. კარგად რო დაუკვირდე, როცა გიყვარს, არ შეიძლება ცუდად. აბა კარგად გაანალიზ. და თუ ცუდად ხარ, კი არ გიყვარს, ეგოიზმია. ნახე მე მინდა რომ აქ იყო, და რო არა ხარ, ამიტომ ცუდად ვარ. მე მინდა ისე იქცეოდე, როგორც მე მინდა და რო არა ცუდად ხარ. ამას ამას ვერ ვარქმევ რომ მიყარხარ. რეალურად არის. ამიტომ თვითონ გამორიცხავს ეს, მაშინ თქვენ მიდიხარ, მივდიხარ კი ბატონო. სიყვარული ცოტა სხვა რაღაცა. შეიძლება გიყვარდეს და შენი მობილური ბამოწმო, ვის წერ და რას წერ და როგორ წერ და გეტყვი რატო. იმიტომ კი რომ სულელი ხარ და რაღაცას გამოკაბორებ. იმიტომ ეს თავის პატივისცემას მოითხოვს. და მე ამას არც გაკადრებ, როცა გეუბნები რომ იმიტომ კი რომ ვერ მომატყუე. მაგრამ ეგ შენვე დაგტანჯავს და არა ჩემი ეს არა. ძალიან საინტერესო იყო და ბოლოს რას ეთყოდი მეტი мотиваციის მაყურებას. мотиваცია არის ის, რომ უნდა მიხვდეთ, რომ არჩევანს აკეთებთ თქვენ. სხვის სცენარში ცხოვრებას არ გირჩევთ, იმიტომ რომ შეიძლება ბედნიერად იცხოვროთ, თუ ვის სცენარში თქვენ ცხოვრობთ. ნუ კაი ადამიანია, რა ვიცი რა, შეგიძლია აირჩიო რაღაც როლი ამ ცხოვრებაში და მე მაგალითად ყველას ვორჩევ, რომ იყავ რა შენი ცხოვრების რეჟისორი და სცენარის ავტორი. ძალიან დიდი მადლობა მეტი мотиваციის მაყურებელს, რომელიც უყურებთ ამ გადაცემას. ჩვენი სტუმარი იყო, რა თქმა უნდა, ასოცირებული პროფესორი ფსიქოლოგიის როხეიც. დიდი მადლობა.
გამარჯობათ, მოგესალმებით, მე ბაჩო რამიშვილი ვარ, ეს ჩემი YouTube გადაცემაა.